ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზოლის სოფლები. ეს ის სოფლებია, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ეს გაჭირვება გამოიხატება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით. ძალიან დიდ მუშაობას ატარებს ჩვენი სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ამ სოფლების სასმელი და სარწყავი წყლის გაკეთებისათვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, სამშობლო ბაღების აღდგენისათვის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მოსახლეობამ ძალიან ბევრმა არ იცის, რა პროგრამები ხორციელდება, იგივე ჯანდაცვის კუთხით, სხვა საკითხებთან, სოფლის მეურნეობის კუთხით, საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, ძალიან კარგია თითოეულ მოსახლემდე მივიდეს ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს სახელმწიფო. აუცილებლად საჭიროა აი ამ პროგრამების გაპიარება. აუცილებლად საჭიროა ამ პროგრამების თითოეულ მოსახლის ყურამდე მიყვანა. იმდენად, რამდენადაც დღეს ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილებები ხორციელდება, რომლის შესახებ არ იცის მოსახლეობა.